კონგრესი USAID-ის გაუქმების თავიდან ასაცილებლად კანონ პროექტს ამზადებს, ამის შესახებ როიტერი წერს. როგორც გამოცემას კანონ პროექტის ავტორმა სარა ჯეიკობსმა განუცხადა, კანონ პროექტი მიზნად ისახავს ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ხელის შეშლას, გამოიყენოს სახელმწიფო სახსრები USAID-ის გასაუქმებლად. კანონ პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ USAID-ის როგორც დამოუკიდებელი სააგენტოს გაუქმება არაკანონიერია. ამასთან დოკუმენტში მითითებულია, რომ ნებისმიერი რეფორმა უნდა განხორციელდეს კანონის შესაბამისად, როგორც ჯეიკობსმა აღნიშნა, კანონ პროექტი აკრძალავს ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო სახსრების გამოყენებას იმ პირთა ხელფასების გადასახდელად, რომლებიც მუშაობენ USAID-ის როგორც დამოუკიდებელი სააგენტოს გაუქმებაზე, მათ შორის ილონ მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონ პროექტი შეიძლება სირთულეებს წააწყდეს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში, თუ ის მიიღეს, სახელმწიფო მდივანი ვალდებული იქნება დაადასტუროს მისი შესრულება კანონის ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში. კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ამერიკის მიერ ტარიფების დაწესებაზე კანადის პასუხი იქნება მტკიცე და მკაფიო. ტარიფებზე საუბრისას კანადის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ეს მიუღებელია. ცნობისთვის ამერიკის პრეზიდენტმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა, როგორც თავად პრეზიდენტი ამბობს, განკარგულება შეეხება ყველა ქვეყანას, მათ შორის მექსიკასა და კანადას. ფულის გამოძალვასა და კიბერდანაშაულში ხელშეწყობის გამო შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ რუსული ინტერნეტ ჰოსტინგის სერვისების პროვაიდერი კომპანია Zee Service დაასანქცირა. როგორც ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნული, Zee Service სამი ქვეყნის მიერ გამომძალველთა ინტერნეტ პროგრამა Lockbit-ის კიბერთავდასხმებში შესრულებული როლის გამო დასანქცირდა. თავად Lockbit-ი კი რუსეთში დაფუძნებული დაჯგუფებაა, რომელიც ფულის გამოძალვის საქმეებით არის ცნობილი და 2023 წლის ნოემბერში ჩინეთის ინდუსტრიულ კომერციულ ბანკზე თავდასხმაზეა პასუხისმგებელი. როგორც OFAC-ის განცხადებაშია განმარტებული, Zee Service იმ ტიპის სერვერებსა და ინფრასტრუქტურას ყიდის, რომელიც კიბერთაღლითებს იცავს სამართალდამცავი ორგანოებისგან. სანქცირებული არიან Zee Service-ის ადმინისტრატორები, რუსეთის მოქალაქეები ალექსანდრ მიშინი და ალექსანდრ ბოლშაკოვი. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც სამა ქვეყანამ ერთობლივი სანქციები დაუწესა ფულის გამოძალვაში მხილებულ რუს აქტორებს. გასულ წელს ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ ალექსანდრ ერმაკოვი დაასანქცირეს, რომელიც ავსტრალიურ სადაზღვევო კომპანია Medibunk-ზე კიბერშეტევაზე იყო პასუხისმგებელი. სანქციების ქვეშ ექცევა სანქცირებულ პირთა პირადი ქონება, რომელიც მათ ამერიკაში აქვთ. ამერიკელი ბიზნესმენის და ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ილონ მასკის წმინდა ქონება წელს $400 მილიარდ პირველად ჩამოწდა. Bloomberg-ის მონაცემებით ამჟამად მასკის ქონება $395 მილიარდ შეადგენს. გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში მილიარდერის ქონება მაქსიმუმს $486 მილიარდ მიაღწია. ახალი წლის დასაწყისიდან კი მასკის ქონებამ ყველაზე მაღალი ნიშნული 2025 წლის 15 იანვარს დააფიქსირა და იმ დროისთვის $450 მილიარდ გაუტოლდა. მას შემდეგ მილიარდერის ქონებამ კლება დაიწყო და 11 თებერვალს $400 მილიარდ ჩამოწდა. მასკის წმინდა ქონების შემცირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ყველა დროის მაქსიმალური ფასის შემდეგ ტესლას აქციების 27%-იანი ვარდნა აღმოჩნდა. ეს კი მაშინ, როცა ტესლას აქციები მასკის შემოსავლების 60%-ს შეადგენს. გასული კვირის განმავლობაში ტესლასთვის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე ნაკლებ მომგებიანი პერიოდი იყო. კერძოდ ამ დროისთვის აქციების ფასი 11%-იან შემცირებას აჩვენებდა. აქციების ვარდნასთან ერთად ამავე პერიოდში გერმანიაში ავტომობილების მიწოდება 59%-ით შემცირდა, რაც 2021 წლიდან მოყოლებული ყველაზე დიდი ვარდნა იყო. ახალი ზელანდია მეტი უცხოელი ინვესტორის მოსაზიდად და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის სავიზო წესებს გაამარტივებს, ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. ცვლილებები 1 აპრილიდან ამოქმედება და ტურიზმის სექტორის სტიმულირებისთვის სავიზო წესების ბოლოდროინდელი შემსუბუქების გაგრძელება იქნება, რომლებიც დამსვენებლებს საშუალებას აძლევს ქვეყანაში მოგზაურობისას დისტანციურად იმუშაონ. იმიგრაციის მინისტრი ერიკა სტენფორდი აცხადებს, რომ ინვესტორებისთვის ვიზის კატეგორია უფრო მარტივი და მოქნილი გახდება, რომ მათ თავიანთი კაპიტალის უნარებისა და საერთაშორისო კავშირებისთვის ახალი ზელანდია აირჩიონ. ცნობისთვის 2024 წლის მესამე კვარტალში ტექნიკური რეცესიის შემდეგ ახალი ზელანდიის მთავრობა ეკონომიკური ზრდის სტიმულირების გზებს ეძებს. იანვარში მთავრობამ Invest New Zealand-ის შექმნა დაანონსა, რომელიც საერთაშორისო ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სააგენტოს ნაწილი იქნება. წელს შვეიცარიული კორპორაცია Nestle უკრაინაში კომერციული საქმიანობისთვის, კერძოდ საცალო ქსელებში პროდუქციის პოპულარიზაციისთვის $192.3 მილიონ ინვესტიციას გეგმავს. ასევე $36 მილიონ დახარჯავს თავის ქარხნების მოდერნიზებაში. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა უკრაინასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ალესანდრო ძანელიმ განაცხადა, რასაც ინტერფაქს უკრაინა ავრცელებს. მისი თქმით, Nestle უკვე 6 თვეა ვოლინის ოლქში ახალი ქარხნის ამოქმედებას აჭიანურებს, რისი მიზეზით საჰაერო თავდასხმის მუდმივი საფრთხე, ასევე მშენებლობის
მრეწველობისა და მუშახელის დეფიციტია. თუმცა ქარხნის გახსნა მიმდინარე წლის მარტში მაინც არის დაგეგმილი. ალესანდრო ძანელი ამბობს, რომ ამჟამად უკრაინაში ინფლაციის გამო შესყიდვის ოპერაციების დაახლოებით 50-55% სააქციო ფასებში ხდება და საცალო ვაჭრობის მრავალი ქსელი ვიზიტორთა ნაკადის გენერირების მიზნით მწარმოებლებს მეტი სარეკლამო კამპანიის ჩატარებისკენ უბიძგებს. სწორედ ამიტომ ნესტლემ უკრაინაში მიმდინარე წლისთვის შესაბამისი ხარჯები გაითვალისწინა. ცნობისთვის 2023 წელს უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ ნესტლე ომის საერთაშორისო სპონსორების სიას დაამატა, რადგან კომპანია რუსეთში ოპერირებას, საქონლის მიწოდებასა და საწარმოო ბაზის გაფართოებას განაგრძობდა. ვალენტინობის დღისთვის ფასები შოკოლადის პროდუქტებზე 2024 წლის 14 თებერვალთან შედარებით 10%-დან 20%-მდე გაიზრდება, რაც კაკაოს ღირებულების ზრდას უკავშირდება. ამის შესახებ Wells Fargo Agro-Food ინსტიტუტის პროგნოზში წერია, რასაც CNN-ი ავრცელებს. კაკაოს დეკემბრის ფასმა ტონაზე $12,646 მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ფასზე გავლენა მოახდინა მრავალწლიანმა უამინდობამ დასავლეთ აფრიკაში და მცენარეთა დაავადებებმა, რის შედეგადაც შოკოლადის წარმოების ღირებულება 2 წელიწადში 167%-ზე მეტად გაიზარდა. საცალო მოვაჭრეებმა საპასუხოდ შოკოლადის ფასები გაძარდეს. კერძოდ შვეიცარიული კომპანია ლინტის განცხადებით გასული წელი რთული იყო, რადგან ის კაკაოს რეკორდულად მაღალი დანახარჯებით გამოირჩეოდა. კომპანია ელიც, რომ ფასების ზრდის ტენდენცია წელსაც გაგრძელდება. მაღალი ხარისხის შოკოლადის პროდუქტები კაკაოს 10% შეიცავს, თუმცა Wells Fargo Agri-Food ინსტიტუტის შეფასებით მომხმარებლებს შეუძლიათ ფასების ზრდა კაკაოს ფხვნილისგან დამზადებული შოკოლადის არჩევით აირიდონ.